მეგობრებო, კეთილო საზოგადოებო, კარგებო და საყვარლებო. გავიგე ის თუ სექსი თურმე რატო ახანგცლივებს სიცოცხლეს და რომ ამბობენ ჯანმრთელობისთვის კარგიაო. ანუ სექსის დროს ხარ ადამიანი აქ და ამ მომენტში. არ ფიქრობ არაფერზე სხვაზე, ხარ იმ მომენტში. და როცა იმ მომენტში ხარ, დრო არ არსებობს, დრო ჩერდება. ამიტომაც არის, რომ ამბობენ, ვისაც კარგი ჩანსახი სექსი აქვს, ისო ახალგაზრდაო და სიცოცხლე უხანგრძლივდებაო. და ეს მდგომარეობა, ანუ თვითონ ორგაზმირებული მდგომარეობა შეიძლება დაიჭიროს სხვა რამეშიც. ნებისმიერ რამეში უხელოვან ხალხს ალბათ უფრო გამოსდის ეს, რადგან რაღაცას რო ქმნი ადამიანი, არ ფიქრობ არაფერზე, ხარ იქ და იმ მომენტში. და მე მაგალითად პირადად მე ხშირად მქონია ეგ მომენტი, რომ ხატვის მომენტში საერთოდ დროს ვერ გვგრძნობ და მიდგომს კიდევაც, რომ სექს უდრის მეთქი. და რომ ისეთი მდგომარეობა, ანუ ორგაზმირებული მდგომარეობა. ხო და ანუ რისი თქმა მინდა თვითონ გადასვლა მატრიცაში მეხუთე დეში ვერ გადახვალ ვერანაირი დამოკიდებულებებით, ანუ არაფერზე არ უნდა იყოს ადამიანი დამოკიდებული ნებისმიერ რამეზე, არა მარტო ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე და სიგარეტზე, არა ნებისმიერ რამეზე, ნივთზე, ადამიანზე, მშობელზე, შვილზე, არა აქვს მნიშვნელობა, არაფერზე არ უნდა იყოს ადამიანი დამოკიდებული, რომ გადავიდეს იმ განზომილებაში. და იმ განზომილებაში სექსიც კი სხვანაირია, ანუ არა იმ მოცემულობით, არა იმ შეგნებით, რაც ეხლა არის აქეთ. ეხლა რაც იქნება ისედაც ბევრი ადამიანისთვის. და ამიტომაც ანუ იქ როგორც ამბობენ, სიცოცხლე იქნება უფრო ხანგრძლივი. თვითონ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა იქნება სხვანაირი, ანუ აქ და ამ წუთას მყოფი, ორგაზმირებულ მდგომარეობაში ყოფი და მაგიტომაც გახანგრძლივდება სიცოცხლე. ხო, ეს აღმოვაჩინე ახლა და ამ წუთას. ანუ ახლა გავიაზრე ეს, რომ ესეა. ანუ სექსის თემაში. ხო და ანუ გამოდის, რომ ადამიანი უნდა იყოს თვითონ შემოქმედი და როცა რაღაცას ქმნი, იმ მომენტში ხარ აქ და ამ მომენტში. ანუ დროს აჩერებ. იმიტომაც ხანგრძლივდება სიცოცხლე. მაგიტომაც ამბობენ, ანუ ის დიდი მასტერები, რომ ანუ ადამიანი, რომელიც ნაიმში მუშაობს, ვერ გადავა. იმიტომ რომ ის ადამიანი არ ქმნის არაფერს, ის მუშაობს სხვაზე, თავის ენერგიას აძლევს სხვას. და თავისთავად მისი შინაგანი მდგომარეობა არ არის ის მდგომარეობა, იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც თვითონ ქმნის რაღაცას. გონი სწორად, ანუ გონი გასაგებად ვამბობ.